Salami მეგობრებო. ამიტომაც არ დავიწყებ Guess Who's Back-ით, მაგრამ not Burdila Mariam's back. ძალიან ვიყარი. მომენატრა საკმაოდ ესე დაჯდომა, ქართული ჰიპ-ჰოპის მოსვენა დარეაქტება და ბოლო პერიოდში საერთოდ არ უსმენ ქართულ ჰიპ-ჰოპს more or less, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხდება, აი მე დავარეაქტებ და გადის ესე თვეები. ამიტომ რამდენიმე ვიდეოს დავდებ, სადაც იქნება ის მოგროვილი ტრეკები, რაც ბოლო 2 თვეში დაიდო ან 3 თვეში, I don't know. და რაც მოსმენელი არ მაქვს, თუ რა მოსმენელი მაქვს, გეტყვით რომ მოსმენელი მაქვს. დღეს დავარეაქტებ სადღაც 5-6 ტრეკს, გონებაში მიტრიალებს Manflexis ძალიან დიდი ხანი არაფერი დამეარეაქტებ და Manflexis დავარეაქტებ. გონი Saint Giosთან ერთად ფიტია და მაგას. Was My Name's დავარეაქტებ და Was My Name's და Gigilos feats. Gigilos ახალი EP-დან შეიძლება ერთი ტრეკი დავარეაქტო და მე ჩაუჯდე მთლიანად ალბომს. და რამ დანჩენ გზაში მოვაფიქრდება. იმედია თქვენც მოგენატრათ ჩემთან ერთად მუსიკის მოსმენა, ჩაჯექით ახლა კომპიუტერებთან და ლაიქით ეს ვიდეო, გამოიწერეთ, იმიტომ რომ 2005-ს გამოვწერზე 10 მაკლია. რით ვერ წავედი და ასევე ჩემ გამომწერებს, ვისაც გაქვთ გამოცდილება YouTube მონეტიზაციის, იქნებ დამეხმარეთ, იმიტომ რომ საქართველოში მივიდა ადრესზე კოდი და რა თქმა უნდა ვერ მივიდა იქ და თავიდან უნდა გამოვაგზავნო. მოკლედ მონეტიზაციას დამეხმარეთ. თორე view-ებზე ძალიან მოქმედებს გადარჩული მონეტიზაცია. არ დაგავიწყოთ რომ გამოიწეროთ, დაალაიქოთ და დააკომენტაროთ და გაგიხარდეთ რა დავბრუნდი. იმიტომ რომ მინდა რომ to be back in the community. პირველი ტრეკი დავარეაქტებთ არის Manflexis და Saint Gios feat-ი, Max Payne-ის beat-ზე, Saint Yasha. არ ვიცი ეს რა სათაურია. ქებურია სამე BB member, let's go. ქებურიას ჩვენებაზე Manflexis მუსიკა იყო ძალიან iconic. ეგეთი კოლაბორაციები ძალიან მომწონს. Beat როგორც თქვით Max Payne, shot by Lazare Pickpocket-ი. Okay. და კიდე სხვა ადამიანებიც არიან დაკრედიტებული შოტების სავარაუდოდ. დავეშვით. აჰა, ქებურიას შარფი, AI ინტეგრაცია. შარიმე ბარაკა ეს მოსავალი უბანი ძაბნელი მე ვარ წმინდა მომავალი ჩემს სიტყვებზე აქ ბოზებს აეწმება უკანალი სანამ მე შევუსრულებ გავუკეთე შესავალი უნიღბოდ გავედი მე რა მქონდა აქ დასამალი ხო დააშავე ბუსი პრესი გაგშენა სატანი ჩემ რიტუალის მერე სულკიო და ბარაბანი რკინის დედა მომთხან თვითონ მე ვარო ჟანგავი ცუდი ფიქრები მაწუხებს ხმები მაგ შინაგანი კორპუსი ვარ მე დიდი მუდამ ბევრი ბინადარი შებურადინო ბიჭო მოდი ყლეზე ქიჩენკარი 13 ბიბი ტაქტიკა ეს ჩვენი სამართალი გლეხებს მივეხოდი ჩვენ მივეცით გასახანი მომიარე პისო არ ვარ ბიჭი და საკარგი ყველაზე ურაკო კაცია კაცი ხმა მაღალი რაღაც ლაინი მახსენდებოდა TikTok-იდან მაგრამ არ ყოფილა იქ შეიძლება მეორე ჯერჟობის რაც ძალიან მომწონს არის BT უბრალოდ აი თითქოს რაღაც მას დამასტარებული არ არის კარგი ტრეკი იმიტომ რომ რაღაც უცნაურად მესმის და აი ეს დროფი Max Payne-ის დროფებისგან ცოტა განსხვავდება სადაც გიო შემოდის და მინდა რომ მოусვინოთ შინაგანი კორპუსი ვარ მე დიდი მუდამ ბევრი ბინადარი შებურადინო ბიჭო მოდი თითქოს მამა არ არის განსხვავებული ტაქტიკა ეს ჩვენი სამართალი ანუ ძალიან კლასიკური on repeat ინა კაი რეპეტია კაი რაღაც საკმაოდ mindful ლირიკა გიოს და ეს უნდა განვიხილოთ ჩემი აზრით ყველაზე ურაკო კაცია კაცი ხმა მაღალი ქალაქში სატრიალი სული პირველ რიგში ჭირდება ნაცნობი კორუმპირებული ნაცნობი კორუმპირებული გახევი და გახიდე სული აწის უგეცმევა თესლის მანი ატრიალი რული გახიდე სული ცოდები ჩადენა არის თული ამიტომაც ყველას
აკებს არენდო თორე საქმე არის გამაზული წმინდანი ვარ სუფთა თვალი არაფერი დანახული არა ერთხელ გაიტანე ბანკი რკინა არის დამარხული კამერები ყლეზე ყველაფერი არის არნახული სასამართლოში რომ მიხვალ არაფერი არ დაგხვდება კორუფცია შენკენ არის დამარტივად დავაგდება მარა თუ ქარმა დაუბერა და ბროსკი გადადგება მაშინ მეორე დღეს მისტერ პოლიცია დაგადგება მერე ტირილი ტრაგედია სრემლები დაიხრება კარგად დაფიქრდი ამიტომ სანამ რამე დაისრება Damn, okay. Saint Gioskan ცოტა გამიკვირდა ქვეყანაში როგორ სიტუაცია არის ზუსტად მაგას აღწერს და ცოტა პოლიტიკური კონტექსტის შეიძლება ქონდეს პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური ფონი შეიძლება აქვს და მე გავიგე ეს ტექსტი. ამიტომ ძალიან respect მინდა რომ კიდე ერთი მონაკვეთი თავიდან მოვისმე. აი აქედან ცოტა ცდებავის, მაგრამ კარგი ლირიკაა. ფერი არის არნახული სასამართლოში რომ მიხვალ არაფერი არ დაგხვდება კორუფცია შენკენ არის დამარტივად დავაგდება მარა თუ ქარმა დაუბერა და ბროსკი გადადგება მაშინ მეორე დღეს მისტერ პოლიცია დაგადგება მერე ტირილი ტრაგედია სრემლები დაიხრება კარგად დაფიქრდი სანამ რამე დაისრება შენზე მაღლა ვიცი დგება იმას არ გადააბიჯო თავქარიანად არის მოძრაო და არ გააგიჟო თორე ხო იცი რა მოგივარ და რა მოგელის ბიჭო როგორც ხვას გაუტეხე შენც ისე გაგიტეხავს კიჭოს იცი უნდა ქუჩაში ყოფნას და ბლატატას თან თუ მახუთი გინდა და თესლი ნარკატა შურიანი მგლები გიმიზნებენ ზარბაზანს მარა გადარჩებით ხვიას თუ არ გამაზავ Saint Guillaume გააკეთა თვითგადარჩენის გაიდი teenage boys-თვის და არა მარტო teenage boys-თვის, თბილისელი ბიჭებისთვის და პირდაპირ დაგვიდო წინ რა არის average ბიჭის ცხოვრება უბანში, სოციუმში და ქუჩაში და საზოგადოებაში და ყველანაირად. ძალიან მომეწონა ჩემი აზრით გიომ ლირიკულად უფრო შეკრული შინაარსის მქონე ტექსტებზე რომ იმუშაოს ბევრად უფრო მეტი პოტენციალი ექნება იმისი რომ მეტმა ხალხმა მოусმინოს. ეხლა გავაგრძელოთ მამას მეორე ვერსით. სანჯაიაშა მე ვარ ბებერი ბიჭუნა ზოგჯერ ბებელესი ჩემი გოგო გავიცანი მქონდა კარიესი ამ თოში ფული არ მქონდა და ვიყიდე მეგესი ჩემი გოგო სექტის წევრი ზომები აგესი უბანში ხალხს უჭირდა მე რად მინდა BBS-ი ჯერა ჩემი ყვერების და მხოლოდ ჩემი ყლესი ნიღაბში ანუ ნიღბოთ მე არ მეხება აქ სტრესი ხაზი გაიხაზე მერე მუტელი ვიწყნესი მაინც მოიტყნები მე რო შევიცვალო სქესი ფარა დაიშლება თუ მაიტყნა უბნის ხემსი ფეხი არა ვარო მაგრამ დაეჭიმა მყესი ღმერთმა მომცა კალამი მე შევადგინე წესი ტანზე ვეისთედი კამარი მამა ჰერმესი დალოცვილი მამა ჩემი სიტყვებია ბლესი კედელი გაჩვენე შენ კი დებილი ვიდესი უბნის გარეთ ვიჭერ ბიჭებს აიტანოს პრესი აზრი არა აქ ამ ვირთხებთან რამდენი გაგვესი სალმიფრინოს მამა რა სიტყვი ამ ტრეკზე პირველ რიგში ბიტზე ვიტყვი რომ მომეწონა პიანო ტაიპ მომენტები რა ქონა ჩართული საკმაოდ ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო ჩემი აზრით ვიდრე average Max Payne-ის ბიტი და რაღაც თავის თამასაზე რაც აქვს ოდნავ უკეთესი იყო ჩემი აზრით ცოტა დამასტერებული როგორც არ მომეწონა ეს ტრეკი ასევე Saint Guillaume თავის average ლირიკას აჯობა და ოდნავ უფრო განსხვავებული flow ქონდა ამიტომ როგორც Max Payne-მა თავისუფლად საჯობა ამ ტრეკზე, Saint Guillaume-ს აჯობა. მამაზე არ ვერ ვიტყვი მაგას. ამბობ დროს ცოტა average ტექსტებს წერს, თითქოს რაღაც ახალი ინსპირაცია ჭირდება, რომელიც ახალტალას წამოიღეს Manflex-ის მუსიკალურ განვითარებაში, რაც მაგალითად გამოიხატება ლაივებში და ლაივებზე მისი პერფორმანსებით და ასევე კოლაბორაციებით მაგალითად Super Blonde-თან, Skaz-თან, Korts-თან და მგონია Manflex-მა მაგმართულება ბევრად უფრო უნდა გაშალოს, იმიტომ რომ ცალსახად ლირიკული მიმართულებით უკვე თითქოს რაღაცა ერთი და იგივეს გადამღერებაზე მიდის to be honest საქმე მომეწონა music video ძალიან კარგად არის ინტეგრირებული AI ჩემი აზრით და
არც რაღაც მეტად ჭყივის. მოკლედ ჩემი აზრით საკმაოდ საშუალოზე ოდნავ უკეთესი ტრეკია, განსაკუთრებით გიოს ნაწილი და რაც არ მომწონა თქვი. მაგრამ ისეთ ტრეკი არ არის ხა ეს რომ მე ჩავაგდო ფერისში, შეიძლება აი გიოს მონაკვეთი ამოვჭრა და აი რამდენჯერმე მოусვინო ტექსტის უფრო გასაჯენად დანარჩენად მიდ. ცოტა disappointed. უფრო რაღაც crazy bombas ვეღოდი. ხო და bombas ვეღოდები მეთქი და ჩემი აზრით ოზმაინების ზაბზავ იქნება bomba. იმიტომ რომ არ აცრუებს იმედებს ეს ბიჭი. უკეთესზე უკეთეს პროდუქტს დებს, განსაკუთრებით მუსიკ ვიდეოების მიმართულებით. თან ხშირად დებს ტრეკებს. ძალიან მაღალი production quality-ით და რახან ეს ბოლო არ მაქვს მოსმენი. მოსმენას ხა ერთად. სხვა შორის წელს was my name იმ top 3 არტისტში შედის უეჭველი, ვინც აღმოაჩინა და ყველასაბრად მომეწონა. Mercy. სასასუკვე დაეწყო ჩემი გავლენა მეტი დაიპარები იცი ოსმანებ ხოდიანი ვარ მე მანათლერე პერი ბიჭი დელედან მოგუცე ფიქრის უემაზე საიდან ამდენი გიჟი ჩაგიდე ბიჟი ჩემს ლაგის ამჭირდება ორმაგი ფიქრი აი დასაწყისში რა ვთქვათ რითი გამოირჩევა ოზმანაიმი სხვა არტისტებისგან ის რომ ეტყობა რომ ამ სფეროს სერიოზულად უყურებს აი შეხედეთ მუსიკ ვიდეოს თითქმის ყოველთვის ძალიან მარტივი ლოკაცია აქვს შერჩეული მაგრამ ყოველთვის ვიზუალურად საინტერესო და აღსაქმელი პატარ-პატარა დეტალებს დააკვირდით აი ფანჯარაზე რო იყო was my name-ის სახელი დაწერილი თუნდაც გერმანიის დროშა ტრანზიშენები და მომწონს რომ აი ეგეთი დამოკიდებულება აქვს მუსიკის მიმართ და არა ის რომ რაღაც კვირაში 3 ტრეკი დადოს და 400 ნახო კონდეს. ანუ მაგაზეც არა პრობლემა არიან არტისტები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ის ამბიცია აქვს, რომ არ უნდა რაღაც underground-ში დარჩეს სულ და მარც დარჩება ჩემი აზრით. დელედან მოგუცე ფიქრის უემაზე საიდან ამდენი გიჟი ჩაგიდე ბიჟი ჩემს ლაგის ამჭირდება ორმაგი ფიქრი ჰანიმე ხოდი გონია სასას თუ გარიწმეს ჩემი პროდუქტი ტრეპსენის გარიბჯე მოტყან გორილა me versus 100 men ძალით პონდობას პატუსთან პანიკა ხარბიცი რო გაგლიკეს ამ შენ პატუსთან ბიჭებს და არიფებს დაჟე შენები ჩემტრეკებს არიგებს ვიცი ჩემამდე მენძელი დიდი გეგმა მარტივი ენას მშვიდი ბიჭი არი ბიჭი და სურვიდი ვიცი ჩემამდე მენძელი აი დააკვირდით ტრანზიშენებს რაღაც მომენტებში ბითებზე, გლიჩებს, ვიზუალის ან თუნდაც აი რაღაც მომენტში ხელს რო იქნევს და ანუ მაგის ტრანზიშენი როა აი სულ ხო მარტივი დეტალებია, მაგრამ რამდენად ესთეტიურად კარგად აღსაქმოს ხდის ამ ყველაფერს. არი ბიჭი და სურვიდი, ვიცი ჩემამდე მანძილი დიდი, გეგმა მარტივი ენას მშვიდი, ბიჭი არი ბიჭი და სურვიდი, ვიცი ჩემამდე მანძილი აუნინე თავზე ავიბრალე და მქონა სურვილი მე მაინც აგიხსნით გეგმას მოვედი ლანდიდან სასტავი გითხულობ საიდან მოსმანებს ამდენი ბენგას თვითონში ვარ მე ხანძარი თუ ჩავზერ დაგეძელ ჩქარი ვარ პატარე ბოლა ასტავი მოსეს მე მოძრაობ სოლო გული მაქვს გავიარებ ბოლა 12-ის ვიყავი მე დომე ჯიბეზე 13-ის ამ მქონა რედი და შიში 14-ის ვიყავი პირველად გამიხსნე საიდან გავჩიტე ამდენი გიჟი 15-ის მომინდა მანი და გადავდგინა ბიჭი 16-ის ხელში რომ მომხდა 17-ის მარტო გავატარე ზამთარი 18-ის დავკარგე ბოზებზე დაუგმა 19-ის ვიყავი ვიძიე შური 20-ის მომეწია კედლებში შტომა მითხარი ოსმანებს მოგრაური ბოქსები ბაბანებს მოვიგე ბოლა მე მოვიგე მომეწონა რომ ამ ტრეკში გვაცნობს თავის ისტორიას გეუბნება ვინ არის ამდენი წელს რო ვიყავი ეს ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში მე ეს ხდებოდა რაღაც მომენტში თავის წარსულს გაცნობს თითქოს უკვე ახლოს მოდის შენთან არტისტი და უფრო familiar ხდები ამ ადამიანის ისტორიაზე, როდესაც ნიღაბი უკეთია და რეალად არის ვინაობა, მაგრამ მომწონს უკვე იმ ტიპის ლირიკა შემოიყვანა, რომელიც სმენელს მაგ სიახლოვის განჭდას უჩენს. Gorilla me versus Hanime Zali Bondobas Patus Sabanije Copy Kerry Harbitsi Ro Garliges Am Shem Patus Sam Bitcheps Da Aripes Daje Shenen Bitche Trekep Saliges Vitsi Chemam De Manzeli Didi Gigma Marta Vienna Sum Shvidi Bitchi Ari Bitche Da Suridi Vitsi Chemam De Manzeli Didi Gigma Marta Vienna Sum Shvidi Bitchi Ari Bitche
მე მგონი რომ ბევრი არტისტი საკმარისად არ აფასებს კარგი ჰუკის მნიშვნელობას. თუნდაც ტიკიტაკაში, სოლოში, ზაბზაბში აქაც ჰუკის გამეორება არის და ჰუკი ყოველთვის უფრო მელოდიურია მარტივი ტექსტით და ეს ძალიან მომეწონა. ეხლა რა დავაკვირდი, იმიტომ რომ მე მგონია რომ ის ტრეკი რომელსაც თქვა ჰუკი აკლია და დანარჩენი ყველა ელემენტები 10-დან არის შესრულებული, მაინც არ არის ეგ ტრეკი 10-დან, იმიტომ რომ ჰუკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემთვის at least გამეორებადობა, თუნდაც ის რომ on repeat რო ჩავრთო ტრეკი. ხო, როცა მთავრდება და მე იწყება, აი რაღაც დიდი გეფი არ უნდა იგზავნოს ჩემთვის. ინტროში და ინტროსა და აუტროს შორის. მოკლედ, ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ოზმანიმ ძალიან დიდი რესპექტი. მეტი კომენტარი რა გავაკეთო, როცა ყველაფერი ვილაპარაკე. ერთადერთი რას ვისურვებდი არის ის, რომ ცოტა flow-ს მრავალფეროვნება მოგცეს და მეტი გავაპარაკოს თავის თავზე. ჩემი აზრით. რაც შეეხება flow-ს მრავალფეროვნებას, მე ვფიქრობ, რომ თავიდან ალბათ მაინც გვაჩვევს მის ხმას და original flows და მაგრამ უკვე არის ჩემი აზრით, რომ გვაჩვენოს მისი შესაძლებლობები არა მარტო one type beats-ზე და ერთი flow მიმართულებით, არამედ ცოტა ის რეალოს და ლავირება გვაჩვენოს. და ამას იზავს დარწმუნებული ვარ. Respect and a lot of love. Rustaveli როგორც იქნა გიგიოს ალბომს მივადექით. Rustaveli უკვე გეუბნება ძალიან ბევრ ამას ჩემი აზრით მომწონს ეს სახელი. Cover-ს მომწონს დასამახსოვრებელი და კეჩია. პირველ ტრეკს დავარიაქტებ Nokia-ს ამ EP-ია. ამ EP-ზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ის არის რომ დენი ვარლევის პროდია და დენი ვარლევი მეასება 20-21-დან მგონი პირველად როცა მოვუსმინე, ან ყველაზე პირველი ქართულ სცენაზე მგონი დენი ვარლევი ვიცოდი, ცოტა underground-ში და უფრო ნაკლებად ნაცნობ პროდებში და არტისტებში. და ვახსოვს Spotify Europe-ში ერთი მაგისი პროდ ტრეკი იყო რაღაც პირველი თუ მეორე კარგახანი და მოკლედ შაუთ-აუთი დენი ვარლევის დამიქსული და დამასტარებული არის მაიკლის დარეკორდებულია TMH Records-ში ეს არის The Most Hated გონი I See Nightmares რეკორდი როგორც მახსოვს მოდი მოვსმინოთ Nokia-ს და მე ჩავუჭდები ალბომს და შევასწავლე რომ ერთი ტრეკი კიდე დავარიაქტო და დამიწერა სხვადასხვა გიგილოს ამ EP-დან რომელი ტრეკი დავარიაქტო სხვა იმიტომ რომ მინდა რომ კიდე სხვა ტრეკების დავარიაქტო ისმით ჩვენ სლენგია Nokia აი პირატები 3007-დას რუსავის ორივე ნაპირი აი ეს არის EP-ის პირველი ტრეკი და ინტრო არის იმენა ბრელია ქალაქი გოთია იცი რომ ძიმეა ტექნიკა ყურებზე ლოდია ბიფია ბევრი ფაკი არც ერთი შოტია ემისვენენ არის ჩემი სლენგია Nokia იმდენი ვიცადე ვიფიქრე გავჭერი ვიგზენი ჩემი დრო გუსი ვერ იქნები განგტერი თავი რომ ჩენი ყო შვალები ვერ მალავ სიმაზე შვალების გარეშე მენდობა ჩემი ბრო ლევი მაგბასები დაანთოს ეს ყდა მე მითხრა გიილო say some ხოდა მე წვით რაც სათქმელია რუსთაველზე ჩემი კარტელი ბოლში ფემს რატელია კედელზე მავნეს ნაწერი slow down my jigga ჩვენ ვქნით так მოდას hot box ჰარაპერი ჩვენ შვიდი კაცი და ჰონდა მომეწონა ამ ბარების რითმული წყობის ცვალებადობა. ჰარაპერი ჩვენ შვიდი კაცი და ჰონდა თუ ჩეინები აქვს არასო ყელს მოგიდე ხელი იყავი ჩუმა იყავი ბზენი ხელში ავოდკა და ისას ჰენი ვერ დავნაბიც და ასე უმღერი მე კი არ მერიდო ჩემს დემონებს ერიდე მუხლებზე გაზბოზე ეს არ არის payday I'm ჭირდება day off მე მჭირდება maybe მე მჭირდება home მე მჭირდება lady zeya Eurostep merleya pushing P I put echelon ყველა broski a player play hard easy win გოგოწყვილი თვალით Philippine same wipe she feeling me this proof man she killing me იმენა ბრელია ქალაქი გოთია იცი რომ ძიმეა ტექნიკა ყურებზე ლოდია ბიფია ბევრი ფაკი არც ერთი შოტია ვერ მისვენენ არის ჩემი სლენგია Nokia იმენა ბრელია ქალაქი გოთია იცი რომ ძიმეა ტექნიკა ყურებზე ლოდია ბიფია ბევრი ფაკი არც ერთი შოტია ვერ მისვენენ არის ჩემი სლენგია Nokia თუ ბას რო ბევრს
ნახე შევეცი კეთ ძმებს კეთ რუბლები ცას ჯოინტი წრეს დახედე მეც რუსაველი სვეგში დემონები ჩემში ვეძებ ზომებს გველში საძმო ერთი ერში გოგას ხელი თურთხი მანაპასი ფიტი არა მინდა ასი ისე რკინად ნება ენა ბასი ახალგაზრდა ხოდი როგორც ლაზო უსაკმოდ მარა შენთვის ბიზი შეხა ნორმალ მე ვარ გიზი რუასრალები ანთეს ჯის ერთი ლაინ და უკვე free აი ჰუკს არის თქვი მომეწონა პირველივე ტრეკი EP-ში და ეგრევე ჰუკი დამამახსოვრდა რითმული წყობები არის მოკლე და ეხლა ვფიქრობდი რომ მე რომელ არტისტებს ვარეაქტებ ძირითადად ლაინები უფრო გრძელი აქვთ და მრავალმარცვლიანი იგიელსა მოკლე ცოტა მარცვლიანი მაგრამ რაღაც მომენტში ძალიან ფანკია ისეთ ადამიანებს აქვს ნამუშევარი ამ ეპიზოდზე რომ დარწმუნებული ვარ რომ შემდეგი ტრეკები რაღაც ბევრად უფრო სიგიჟეები იქნება მაგრამ ინტროსთვის კარგია თან რაღაც მომენტში ქალაქი და იდენტობა წინ წამოაქვს მომწონს შაუთ-აუთები იმ ადამიანების ვინც მუშაობენ ამ EP-ზე და ჩემს მნიშვნელოვანია პროდის ავტორის music videos ავტორის ვისი მიქსინგი მასტერინგი არის ამ ყველაფრის რაღაც მომენტში ინტეგრირება ტრეკში და ეგეც იყო კიდე მინდა რომ დავარეაქტო მაგრამ თუ შევყევი ალბომს ანუ ყველა უნდა დავარეაქტო მაშინ გიგიოს და უზმანიებს რაღაც ფიტი ხო აქვს მაგას დავარეაქტებ თან გიგიო ხო დავარეაქტე ხა უზმანიებს ხო დავარეაქტე და ხა ერთად დავარეაქტე ხო music video-ი არის ნიკი ლაურა აი კიდე very artistic გამოჩნდა და დაშაუთავდება ამ ვიდეოში ჩხუტა მიქსინგი და მასტერინგია ჩხუტა დირექტებული მყავს წესით რუსთაველი არტისტია ბინელი ეგეც შოტები არის Trap Connection-დან მახსოვს შაუთავთი ასე Trap Connections ძალიან მაგარ ხალხს და მოდი მოვსვინოთ ნიკი ლაურას ვიყავი ამ ტრებზე და ძალიან გიჟი ივენთი იყო და was my name გაგუპიკა What the fuck first do you flip? Ocho stili meti raunda Usavoze demonები ქაუდა აჩერდება კადრი გვინდა პაუზა დარსო ბარა ოჩო სტილი მეტი რაუნდა უსავოზე დემონები ქაუდა აჩერდება კადრი გვინდა პაუზა იწვის დინამიკი ნიკი ლაუდა აი რუსთაველს რო ამბობს ანუ რუსთაველი ანუ რაღაც ქალაქი რუსთავი რუსთაველი ქუჩა რუსთაველი შოთა რუსთაველი რაღაცნაირად რაღაც დროსა და სივრცეში საინტერესოდ ინტეგრირებული ეს არის სიტყვა რუსთაველი და ძალიან მოწონს რომ რაღაცნაირად ეს სიტყვა მიისაკუთრა უკვე თავიდანვე და რაღაც რუსთაველი და ეგრევე გიგილობა ხსენება ჰიპ-ჰოპში კაუდა აჩერდება კადრი გვინდა პაუზა იწვის დინამიკი ნიკი ლაუდა ჩემი flow და ბნოზე არის სულევი ვინ არჩუნე ბალანს მაქვს ურყევი პალეჩი ბოზი მეტელე და ემი ტრენჩებში გვამებზე აბიჯეთ ფემი რამდენი თუფაკობს რამდენი ემი რამდენი ცვეჩიხლე რამდენი გველი რამდენი ფეხი მაგრამ მე რა ხელი არ დამიგვიანოს მაგასაც მოსპრია გამჩენი ბლოქსო ჩუკე სტილი მეტი რაუნდა რუსაველზე დემონები ქაუდა აჩერდება კადრი გვინდა პაუზა იწვის დინამიკი ნიკი ლაუდა ბლოქსო ჩუკე სტილი მეტი რაუნდა რუსაველზე დემონები ქაუდა აჩერდება კადრი გვინდა პაუზა იწვის დინამიკი ნიკი ლაუდა აქ მინდა თქვა რომ აი ზუსტად სიგრძეზე რო ლაპარაკობთ ის ლაინების და რითმული წყობების აი აქ ეგრე არ არის როგორც წინა ტრეკზე და მრავალფეროვანია მაგ გიგილო და აი თუნდაც სტილისტიკურად რო ვთქვათ აი ერთი ტრეკი 105 ერქვა მგონი რომ დავარეაქტე პირველად ანუ გადატენილი რეფერენსებით და უფრო მეტად old school vibe იქონდა ვიდრე ამ ტრეკებს და ანუ რაღაცნაირად მრავალფეროვანია ძალიან და ჩემი აზრით ბევრი მიმართულებით შეუძლია განავითაროს თავის შემოქმედება აი თუნდაც ფიტების კუთხით ანუ ბევრი არტისტი შეიძლება მოერგოს გიგილოს აჩერდება კადრი გვინდა პაუზა იწვის დინამიკი ნიკი ლაუდა იდიოტი ყვირის მზენი დუმ შევჩემი ხემი სენა
ბძენი ნუს Minda mad money, cause what's my name da ara bad bunny Usak muri kharbi fiar gina bijo get money Wala misnos berege ginda to Germany Mlakhet sudi khalki mara armi nakhas bad money Guli to mardot gar mesenaze Agar moskuli agar mokmeneb metzgenaze Chemi khori subta agar miwighe me eli Mogit khwebi batu mindan digi rus taveli Pekse metzva elsi mindat koni fake shit What real up in the face and I made a way clip Kamorche usu egar kheda wala khodi basic Tausa kaneb chep regebze shegide Cobain shit Roksvačuke stili meti რა უნდა უსავალზე დემონები ქაუდად არ ჩერდება კადრი გვინდა პაუზა იწვის დინამიკი ნიკი ლაუდა Roksvačuke stili meti რა უნდა უსავალზე დემონები ქაუდად არ ჩერდება კადრი გვინდა პაუზა იწვის დინამიკი ნიკი ლაუდა აუ აი ორი ყველაზე მაგარი upcoming artist-ის კოლაბი მოვისმინეთ ახლა აშკარად ძალიან მაგარად ეს ორივე artist production-ის არსი და მართლაც გქონია რომ პირველ წინ არიან თუნდაც სხვა დამწყებ artist-ებთან შედარებით რომ chill track-ია ერთმანეთის მიმართ respect-ს აჩვენებენ community-ის trap connection-ის სადაც ეს track-ია გადაღებული და სადაც იყვნენ headliner-ები და გადადით მეგობრებო და მოვსმინეთ Giggle EP-ს. აი თუნდაც ის როგორ გამოთქვამს სიტყვას რუსთაველი, ანუ ეგრევე დამამახსოვრდა და რაღაც მომენტებში Giggle-ს Giggle-ს ვიმე ახსენებს, ან რაღაც მუსიკას რო ჩავრთავ, ან რუსთავს გავიხსენებ, ან რაღაცა ეგრევე რუსთაველი. ხახსოვით. გეგმაში მქონდა რომ კიდევ ორი ტრეკი დამერეაქტივირდა, მაგრამ ძალიან ვერ ვილაპარაკე, ამიტომ რაღაც 1 საათიანი ვიდეო გამოვიდეს. ამიტომ მოდი ამ 4 ტრეკზე გავჩერდეთ. იქნება კიდევ რეაქციები. ახლა კიდე ჩავწერ ამ ვიდეოს, მაგრამ მეორე ვიდეოს, რაღაც ცოტა თემატურად მანერად დავალაგებ. და დავიწერეთ კომენტარებში რა მოგვს გამოტოვებული, რისი რეაქციები გინდათ. ვიცი კი რამის რეაქციებზე დაიწერა ბევრი და დარეაქცდება მეგობრებო. უბრალოდ თუ ხვდებით რაღაც ვიდეოებს, რაღაც თემატურად და ლოგიკურად ვალაგებ ხოლმე ისეთ არტისტებს ვარეაქცებ ერთად, რომლებიც ერთმანეთს შეესაბამებიან და ერთად აქვს ფიტები, ან რაღაც ერთი squad არის, ამიტომ დავალოდოთ ხოლმე თემატიკას. ძალიან პოლიტკორექტული გადავწყვიტე რა ვიყავ ჩემ ვიდეოებში. რაღაც დისებზე და ონლაინი ვისია და რაღაც ეგეთებზე აღარ ბაზრობ ხოლმე. თან რაღაც აღარ დისაობს ხალხი, ვაიმე, ხალხი აღარ დისაობს. რეპერები აღარ დისაობენ მეგობრებო. დამშვიდ და 7 წელი გვაქვს მეორე ნახევარი 25-ის. ვართვა. მაგრამ ცოტა დაპირისპირება და კბილის გაკვრა გამოკვრა, ისე გიასწორებს. მაგრამ არ კი რაღაც ლაინები. შემალული, შეფარული. წავედი, მეც არ მოგაწყენთ თავს და ლაიქეთ ეს ვიდეო. და a lot of love and peace out.